თავისუფლების აღკვეთა 7 თვით და საჯარო თანამდებობის დაკავების საკრძალვა 2 წლით. ასეთია მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენი კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის საქმეზე. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის შემთხვევაშიც განაჩენის მიზეზი ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა. სხვა პოლიტიკოსების მსგავსად სასამართლო დარბაზში არც გიორგი ვაშაძე მისულა და სამართალდამცველებს პარტიის ოფისში დაელოდა. იქ მივიდნენ ზოგიერთი ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. განჩინების გაცნობის შემდეგ გიორგი ვაშაძეს ხელბურკილები დაადეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქამდე კი მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა. მიმართავ ბიძინა ივანიშვილს. შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ციხეში მე და სხვა კი არა, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა. და იცოდე, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. და შენი კობახიძეებით და სხვა ადამიანებით ვერასდროს ჩვენ გატეხვას ვერ შეძლებ. გონია პატიმრობით შეგვაშინებ? შენი არავის არ ეშინია, იმიტომ რომ შენს მთელი შენი გარემოსვა, თქვენ ხართ არარაობები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამოფარებული ხართ საპოლიციო რეჟიმს ქუჩაში გასვლისას გეშინიათ, ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ. უკვე პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა საბოლოო განაჩენს ელოდებიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები, ნიკა გვარამია და ნიკა მელია. მოსამართლემ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება 30 ივნისს უნდა გამოაცხადოს. ოპოზიციონერის ხდომაზე დასწრებას კვლავ არ აპირებს. თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით გრძელდება ირაკლი ოქროაშვილის საქმის განხილვა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საბოლოო განაჩენს 4 ივლისს გამოუცხადებენ. ამასთან ადვოკატის თქმით ირაკლი ოქროაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ბრალი წარუდგინეს, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული არ არის. სამეზობლოს რაღაცა ასე ვთქვათ, ყოფით რაღაცა ბანალურ შემთხვევას ეხება. 2 წლის წინ რაღაც მოხდაო და ამას ეხება. დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. უბრალოდ ნიშანდობლივი ის არის, რომ 2 წლის წინანდელი ამბავი და ახლა ასე ვთქვათ მოინდომეს ბრალის წარდგენა ასეთ ვითარებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ქართული ოცნების ოპონენტების დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამართლებრივ დევნად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიზანი ოპონენტებით ციხეების გავსებაა. ეს სისტემა აუცილებლად მოითხოვს კიდევ უფრო მეტ პატიმრობას და ეს სისტემა როგორც შავი ხვრელი მოითხოვს თავისუფლების სრულად შთანთქმას და განადგურებას ყველა იმ ადამიანში, ვისაც ეს თავისუფლება გააჩნია. ამიტომ დროა რომ ჩვენ ეს თავისუფლება გამოვიყენოთ არა როგორც ფარი, არამედ როგორც იარაღი ჩვენი ბრძოლის და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არის ციხეში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს კიდე ემუქრება ციხე, ჟურნალისტებს უშვებენ ციხეში, არინდობენ მათ შორის ქალბატონებს, არინდობენ ბავშვებს, სტუდენტებს უშვებენ ადმინისტრაციული პატიმრობით, სტუდენტებს უშვებენ სისხლისამართით 4-დან 7 წლამდე, აგერ რატიანი დააკავეს 4-დან 7 წლამდე მუხლი მიუყენეს, ამიტომ უნდა გვესმოდეს. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა. ჩვენ ახლა ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ დავკარგოთ სახელმწიფო, დავკარგოთ საქართველო, დავკარგოთ თავისუფლება და ვიყოთ რაღაცა ბატონყმურ მორჩილების რეჟიმში ჩავარდნილი საზოგადოება. მე საქართველოს შეიძლება ბევრნაირი წარმომიდგენია, მაგრამ არასოდეს და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ დამონებულ, დაბეჭავებულ და გაჩუმებულ საქართველოს, სადაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ სხვაგან სიტყვის თქმას გვიკრძალავენ. არანაირი ადგილი დღეს ჩვენი შიდა პოლიტიკური კინკოლობისთვის არ არსებობს. ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებს გიორგი, იმსახურებენ ნიკა, ზურა, ირაკლი ოქროშვილი, ბადრი, მამუკა, ეხა უკვე გიორგიც და რაც თავარია იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ამას ვიზამთ აუცილებლად. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დიქტატურის გზას უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკური ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველდღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა, ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით. დეპუტატები ქართული ოცნებიდან კი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური პატიმრები ქვეყანას 2012 წლის შემდეგ არ ჰყოლია.
როდესაც იცი რომ არსებობს კონკრეტული დანაწესი კანონში, კონსტიტუციაში, კონსტიტუციური ორგანო, დროებით საგამოძიებო კომისია, როდესაც გიბარებს და გეუბნება რომ მოგწანდი პასუხი გაიგე საზოგადოებას კითხვებზე, შენ როდესაც თავს არიდებ ამ პასუხის გაცემაზე და არ მიდიხარ ამ კონსტიტუციურ ორგანოში, აუცილებლად მოგიწევს პასუხისგება. ეს ყველაფერი არის განსაზღვრული კანონში. წევნის განმარტებაც არის სამხალხოა. როცა გაკოტრებული ხარ პოლიტიკოსი, მე აბრალებ ყველაფერს დედამიწაზე შენს წარუმატებლობას. პოლიტიკური დევნა ნიშნავს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, რომ დაიჭერენ ადამიანს. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო არ არის ეს ხალხი დაჭერილი. ეს ხალხი დაჭერილია იმისთვის და დაკავებულია იმისთვის, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რაც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით და რაც არის ასევე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. დროებითი კომისიის თავმჯდომარე უკვე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერებსაც აფრთხილებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ხელახლა აღზრავენ.